ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტთან დაკავშირებით ევროპის რეაქციაზეც ისაუბრა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ და განაცხადა, რომ ამერიკამ ევროკავშირის ფარისევლობა ამხილა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევრობიუროკრატებს ღიად უთხრეს სიმართლე, რომ ფსევდო ევროპულობის ქვეშ ისინი გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავენ. შეგახსენებთ, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები არ დაეთანხმნენ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას და განაცხადეს, რომ არავინ უნდა ჩაერიოს ევროპის შიდა საქმეებში. ორმაგი სტანდარტის გამო ევროპელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. ყველა რისკი, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, გაცხადდა და ყველა ფარისეველი მხილებულ იქნა. ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ახალ ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, ამ მხრივ განსაკუთრებული როლი აქვს, რომ ღიად, ცხადად უთხრა სიმართლე, უთხრა, რომ ამ ევროპულობის და ფსევდოევროპულობის საფარქვეშ ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, დემოკრატიის შეზღუდვის, უმცირესობების მართვის და არა უმრავლესობის ნების გაზიარების, იქცა კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად. მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ვინმესთვის ქართველ ხალხს უფლება აქვს მიცემული, რომ ჩაერიოს ჩვენ შიდა საქმეებზე, იქნება ეს ევროპელი თუ აზიელი. ჩვენ ამიტომ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რომ არ გვინდოდა, რომ საბჭოთა მოსკოვი ჩარეულიყო ჩვენს შიდა საქმეებში და დღეს ვხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვს კი აუცდით ამ მხრივ და ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას, მაგრამ ვიღაცამ რატოღაც ჩათვალა, რომ ტალინი უნდა ჩაერიოს, ვილნიუსი უნდა ჩაერიოს, ბერლინი უნდა ჩაერიოს და რა ვიცი რა გამოლებს დედაქალაქებს 27 ქვეყანა არის ევროკავშირში და ყველა დედაქალაქმა თუ მოინდომა ქართველები თავის ჭკუაზე ატაროს, არ ვიცი ეს საბჭოთა კავშირი კი არა უარესი გამოდის. ის რაშიც ამერიკის ადმინისტრაცია დღეს ევროკავშირის ამხელს ყველაზე კარგად გამოჩნდა საქართველოსთან დამოკიდებულების მაგალითში. ყველაზე კარგად გამოჩნდა ევროკავშირის ფარისევლობა საქართველოსთან დამოკიდებულებაში, როდესაც გამოხატვის თავისუფლების ლოზუნგით სიტყვის თავისუფლებას გვიხშობენ აქ. სინამდვილეში კეტავენ ყველანაირ განსჯას, დიალოგს, დისკუსიას, ყველაფერი ჩაკეტეს ზუსტად ევროკავშირის ხელით და მათი NGO-ების და პარტიების ხელით. ნაცვლად თანაცხოვრებისა, დემოკრატიული თანაცხოვრებისა კონფლიქტის გაღვივება ხდება მათ შორის ქართველებს შორის ევროკავშირის დაფინანსებით. ევროკავშირი დღევანდელი ლიდერების ხელში დგას ცივილიზაციული წაშლის წინაშე, პირდაპირ იყურება ცივილიზაციურ უფსკრულში. ხედავთ ჩვენ, რომ საომარი რიტორიკა იქცა ყოველდღიურობა, ლიდერები საუბრობენ, რომ აგერ ცოტა ხანში ომი ექნებათ რუსეთთან.